აშშ-ში და ირანი კიდევ ერთხელ როგორც ჩანს ახლოს არიან შეთანხმებასთან, რომ დაასრულონ ომი და გახსნან ჰორმუზის სრუტე. მიუხედავად იმისა, რომ ეს უკვე გვინახავს, აშშ-სა და პაკისტანის მედიატორები ამბობენ, რომ რთულად მისაღწევ მემორანდუმს ურთიერთგაგების შესახებ სავარაუდოდ კვირას მოაწერენ ხელს, იმავე დღეს, როცა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს 80 წელი უსრულდება. ეს ძალიან ძლიერი ურთიერთგაგების მემორანდუმია. ეს ცოტა კონცეპტუალურია, მაგრამ ეს არის რაღაც, რაც აუცილებლად განხორციელდება. და თუ რაიმე მიზეზით ეს არ განხორციელდება, რაც მე ვერ წარმოვიდგენია, მათ სურთ მის ხელმოწერა არანაკლებად ვიდრე მე, ან კიდევ უფრო მეტად. ვიტყოდი, რომ მათ სურთ მისი ხელმოწერა უფრო მეტად, შეიძლება ბევრად უფრო მეტადაც კი. მაგრამ ეს ძალიან დეტალური ურთიერთგაგების მემორანდუმია. პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ისლამაბადი ემზადება ელექტრონული ხელმოწერისთვის აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეიდი ვენსისა და ირანის პარლამენტის სპიკერის მოჰამად ბაქირ ხალიბაფის დისტანციური დასწრებით. მიუხედავად აშკარა პოზიტიური დინამიკისა, თითოეული მხარე შეთანხმებაში სხვადასხვა და ხშირად ურთიერთსაწინააღმდეგო პუნქტებს ასახელებს. ირანი კი მიანიშნებს, რომ ხელმოწერა შესაძლოა კვირას არ შედგეს და აცხადებს, რომ შეთანხმებას ჯერ კიდევ განიხილავს. ქატარის მოლაპარაკეები თეირანში იმყოფებიან იმ იმედით, რომ შეთანხმებას დაასრულებენ, ისინი ხაზს უსვამენ ირანის შეშფოთებებს, რომლებიც უნდა იქნას განხილული და მოგვარებული მემორანდუმის საბოლოო გაფორმებამდე. არსებობს 4 ძირითადი გადაუწყვეტელი საკითხი მხარეებს შორის, მათ შორის ირანის ბირთვული პროგრამა. აშშ-ში აცხადებს, რომ ირანის ბირთვული პროგრამა დაიშლება, ბირთვული მასალები კი განადგურდება, გაიტანება ან გადაიტანება. ირანი აცხადებს, რომ ბირთვულ საკითხზე, მათ შორის მაღალ გამდიდრებულ ურანზე, იმსჯელებენ პირველი ფაზის 60 დღიან პერიოდში, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აშშ სანქციებს მოხსნის. მეორე საკითხია ჰორმუზის სრუტე. აშშ-ში აცხადებს, რომ სრუტე სრულად გაიხსნება და ირანს არ ექნება უფლება დააწესოს სატრანზიტო გადასახადები. ირანი აცხადებს, რომ სრუტე დარჩება მისი მართვის ქვეშ და ის აიღებს მომსახურების საფასურს, მაგრამ არა სატრანზიტო გადასახადებებს. რაც შეეხება გატინულ ირანულ აქტივებს, ვაშინგტონი აცხადებს, რომ არც ერთი თანხა არ გათავისუფლდება, სანამ ირანი სრულად არ შეასრულებს თავის ვალდებულებებს. მიუხედავად ამისა, ირანი ამტკიცებს, რომ მილიარდობით დოლარის გათავისუფლება შეთანხმების განუყოფელი ნაწილია, ისევე როგორც ნავთობის გაყიდვებზე შეზღუდვების მოხსნა. რაც შეეხება ცეცხლის შეწყვეტის ლიბანზე გავრცელებას, ირანი აცხადებს, რომ ისრაელის დარტყმები ლიბანის მთელ ტერიტორიაზე უნდა შეწყვეტეს, მაშინ როცა აშშ-ში შუამავლობით მიღწეულმა ცეცხლის შეწყვეტამ ისრაელის დარტყმები არ შეაჩერა. ამასობაში რეჟიმის რადიკალებმა თავიანთი მხარდამჭერები გააქტიურეს, რომ ირანის მთავრობის ხელმძღვანელობას შეეტიათ შეერთებულ შტატებთან შეთანხმების მიღწევის გამო, განსაკუთრებით თეირანის მთავარ მომლაპარაკებლებზე მიიტანეს იერიში. მიუხედავად იმისა, რომ ეს კრიტიკა უცნაურად ჩანს, რადგან ირანის ხისტ უსაფრთხოების ისტებლიშმენტს პირველ რიგში თავად უნდა დაემტკიცებინა ესეთი შეთანხმება, ეს შესაძლოა იყოს წინაპირობა მომავალი დაძაბულობისთვის ამ შეთანხმების გარშემო, მიუხედავად იმისა, გაფორმდება თუ არა ის დღეს.